გამარჯობა მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვლოგით და ეს იქნება ერთკვირიანი ვლოგი, გავატაროთ ერთი კვირა ჩემთან ერთად. მართალია, ერთი კვირის ვლოგს როცა იღებ რუშებათი დაიწყება ხოლმე, მაგრამ გუშინ არ დამიწყია, ვიწყებ სამშაბათს. და ეხლა პირველი მივდივართ უნივერსიტეტში. 9 საათია ზუსტად და 11-ისკენ მაქვს ლექცია, თუმცა ცოტა ადრე უნდა მივიდე. რაღაცა საქმეებმა გასარკვევი დეკანატში, აქედან გამომდინარე 2 საათით ადრე მაგიტო გავდივარ სახლიდან. ეხლა გავემზადოთ და გავიქცეთ. ეს ასევე ცოტა ქარია გარეთ, რაც დიდად არ მახარებს, იმიტომ რომ ქარი არ მიყვარს. ჩვენს ვიძახავს. ეხლა რომელიც სათვალე გავიკეთოთ. ეს ფიქრობ მოდი იყოს ეს. მაგრამ ერთადერთი რაც დამრჩა ახლა გასაკეთებელი არის ჩანთის გამზადება და არ ვიცი რეალურად რომელი ჩანთა ავიღო, იმიტომ რომ პატარა ბლოგონს უნდა ჩავიდო და ეგეც უნდა ჩამედიოს. გონი ჩავლაგდით, ეს სხვა არაფერი არ მჭირდება და მგონია რომ რაღაცა მაგარია. ვერ ხვდები რა? აქ არაკეთე სინათლეა. სანამ წავალ სპორტთან ჩემ ლუქს, ამ დღეს სპორტში ჩავდებ ჩანთაში, ეს ავიღე და ესენი მაცვია ქვემოთ. შიგნიდან მაცვია ეს მწვანე ფერის მაისური და ხო, სათვალე. მოდი მოპატარა. მოდი. აჩა. Planşeti. Წარდგენისისა, ნახე, შეგიძლია. ტიკომ. ლოქსულა დავწერე. გამარჯობა. როგორ ხართ? ესე იგი, მე და ტიკო იგივე დღეა. დღეს დიდი დავიწყე ობის გადაღება და ეხლა საღამოს რომელი საათია? 8 საათია ზუსტად. ეხლა ვსეირნავთ მოლში. დრო გაგვყავს, რომ ველოდებით ამის დას და კიდევ ორ ფოგოს რომ ჩამოვიდეს თბილისიდან და მე უნდა წავიდეთ მაგდონალდში. რა? ბავშვი. აი, ისე შევიდნენ. მაგრეს პარკია. შენ გინდა ეს? შენ არჩევდი ამას. მე ავირჩევდი. იცი რომელს? მაიცა? აი ამას. არა, კომპიუტერიანს. აი ამას კომპიუტერი აქვს. ამას ავიღებთ. ჩიკო, მოყოლი ხარ? კი. აი შენ. მეც. მარიამ შენ? მეც. ბაი შენ. ხავით მოყოლი ხარ? კი. სანკაი. დღეს არის 4 შაბათი. გუშინ თითქმის აღარაფერი არ მქონდა გადასაღები და საღამოთი აღარს გადამივია, ასე რომ დღეს დილით უკვე დაგიბრუნდით. ასე რომ დავიწყოთ დღე ერთად. ეხლა არის 11:09 და პირველზე მაქვს ლექცია. ასე რომ ახლა უნდა გავიქცე და ხო. უცბად აი ეს ლუქს განახებთ. შიგნიდან მაცვია ეს მუქი ფერის წითელი შვიტრი, კლავიანი, ელიანიც და ეს ორეული, ეს ჩანთა, ტყავის ჩანთა, მაქვს უკვე ალბათ 4 წელია, არ მახსოვს და შენიდან გამოვიწერე 15 ევროთ. და 4 წელი ისე მემსახურებოდა აბიტურიენტობის პერიოდშიც კი, რომ აი ვერც კი წარმოიდგენთ და ერთი ნაკლი არა აქვს, აი ერთი უბრალოდ არაფერი არ დამართნია. არ ვიცი რა გამიმართლა ესეთი, მაგრამ ხო, ასე რომ გავიქეცით ახლა და წავედით. და ფეხზე მათშია გაბის. ფეხსაცმელები, ძალიან კარგი ამინდია. მიხარია რომ ცოტა გამოვიდა ამინდები და აღარ არის ეს მოღუშული ღრუბელი. აი, ეგეთ ამინდებში ხოლმე ზოგადად გამოსვლა გარეთ ძალიან არ მიყვარს და მიჩვენია მთელი დღე სახლში ვიყო ხოლმე. ჩვენს გვერდზე
ჩვენი სახლის წინ არის ბაღი და დღეს კაი ამგვარი გამოიყვანეს გაის ბავშვები და ჭუკჭუკებენ. ხო. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, გუშინ ვიყავ უნივერსიტეტში პირველად ამ სემესტრში და გავიცანი ერთი ახალი ლექტორი. ასევე თემები უკვე მოგცეს, რაც უნდა ვიმუშაოთ ამ სემესტრში და აი ყველაფრით ისეთ მასიამოვნები მოვედი სახში, ჯერ ის ახალი ლექტორი და გავიცანი უსაყვარლესი ქალბატონი იყო. აი თან ძალიან ლამაზი. ხო, და ძალიან მომეწონა. ყველა ასპექტში ძალიან სასიამოვნო საუბარი ქონა და ყველაფერი ახსნაც. რაც შეეხება თემატიკას, რაც დაგვირიგეს უკვე და დავალებები მოგცეს. მართლა ძალიან საინტერესო თემები არის და მიხარია რომ ესე კარგად დავიწყეთ წელი და იმედი მაქვს ბოლომდე ესე კარგად მივიყვან და ასევე ჩემი მიზანი წელს არის რომ ჩემი GPA ავიყვანო მაქსიმალურად მაღლა რომ მივუახლოვდეთ 4-ს. ამ ეტაპზე მყავს 3.86 აუკე აღარ მახსოვს რაღაცა ეგრე 4-მდე ცოტა მიკლია, ასე რომ უნდა შევეცადოთ და გავაკეთოთ. აი, ჩემი ავტობუსი მოდის. დაგიბრუნდით, მეგობრებო, ეხლა არის დილის 9:30 და უნდა გავიქცეთ უნივერსიტეტში. უცბად განახებთ რამაცვია, ეს ორეული ჩავიცვი, შიგნიდან მთელი მაიკა. ცოტა გრილა გარეთ და არ შემცინოდა და ფეხზე ესეთი ლოფერები და ჩავიცნო ჩემს საყვარელ პალტოს, რომელიც არის მარტესერი და კამარი ოღონდ არის გავიგეთო თუ არა დღეს მიმაქვს ლეპტოპი, ასე რომ ეს ჩანთა წავეღოთ. ძალიან მომწონს ეს ჩანთა, როგორც ლეპტოპის ჩანთა, ისეთი ლამაზი მწვანეა და ისეთი ლამაზი დეტალები აქვს ეს ოქროსფერი. სახელურებთან ძალიან მომწონს. ასე რომ გავიქცეთ. და დღეს გვიწევს მანქანის წასვლა, იმიტომ რომ დილის 10 საათიდან საღამოს ლექციები მაქვს. მართალია 2 საათიანი შუალები მაქვს, თუმცა მაინც საფრთხეა და აქედან გამომდინარე ვაპირებ რომ მანქანის წავიდე და თან ლეპტოპი ჩავიმა მაქედან გამომდინარე. ხო და წავედით. პირველ რიგში ახლა მაღაზიასთან უნდა გავჩერდე უცბად რომ წყალები ვიყიდო. იმიტომ რომ ჩემ ბოთლის უნდა წავიმოღო წყალი, მაგრამ არ წამოვედი, იმიტომ რომ ეგ ბოთლი უნდა ჩავიდე კომპიუტერის ჩანთაში და არ მინდა რომ კომპიუტერთან წყალი ჩავდა. ასე რომ ეხლა წავიდე და ვიყიდო და იქიდან ვიცი რომ არ გადმოვა 100%-იანი პლასტიკის ბოთლები და აქედან არ ვარ. ჩამოვედი უნივერსიტეტში, მაგრამ უნივერსიტეტის უკან ხოლმე ქონა ხოლმე ერთი პარკინგი, სადაც შეულებრივ სტუდენტებსაც შეგვეძლო რომ გაგვეჩერებინა. სამწუხაროდ, იმ იმედით ჩამოვედი, რომ ჩვეულებრივ ისე უნდა გამეჩერებინა, როგორც აქამდე. მაგრამ დაუყენებია თურმე შლაგბაუმი და შესვლა აკრძალულია მხოლოდ მათთვის, შეიძლება ვინც ბაზარშია და ბაზარში არიან რა თქმა უნდა ლექტორები. არ ვიცი ეს რას მივაწერო, მაგრამ ძალიან დიდი სისულელეა. როდესაც უნივერსიტეტს შიდა ეზოში აქვს უზარმაზარი ტერიტორია აუთვისებელი, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენონ პარკინგისთვის. ამ დროს სტუდენტებს გვარცმევენ პარკინგს და ეხლა მიწევს მე ჩვეულებრივ ფასიანზე გაჩერება. გავაჩერებ კარგი, მაგრამ არ არის ჩემი აზრით სწორი. წავედით, რა ვქნა. ესე იგი, პირველი ლექცია მაქვს დაპროექტება. და ეხლა ვკითხე მეკარეს თუ როგორ შეიძლება და ბაზაში მოხვედრა და მითხრეს ადმინისტრაციულ კორპუსში თუ მიხვალო და მოითხოვო შეიძლება დადიდასტურონ და დღეს მაქვს 1 საათიანი შუალედი, სადაც მიწევს მე მაკეთ გასვლა და უნდა გავიდეთ და ვნახოთ რა შეძლო თუ მოვითხოვე და თუ დამინდასტურეს იქნება აი კამფეტი. ძალიან კარგი იქნება. ესეც
მე. წავედით. ეხლა მაქვს 2 საათიანი შუალედი 2 საგანს შორის და ხანი დავჯექი მაკდონალდსში. დეპარტამენტში ვიკითხე პარკთან დაკავშირებით და სამწუხაროდ მითხრეს, რომ ვერ გააჩერებთო, ვეღარ გააჩერებთო, გუშინ დელიდან გონი შეცვალეს ეს რაღაცა, დააყენეს შლაგბაუმი და ვეღარ შევდივართ სტუდენტები, არ გვაქვს უფლება. ეს არის ორშაბათი, მაგრამ დამავიწყდა რომ vlogs ვიღებდი და საერთოდ მივუშვი ეგრე და აღარ გამიგრძელებია, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მაკვირას მეტი დიდად აღარაფერი აღარ გამიკეთებია. აქედან გამომდინარე არც იქნებოდა საინტერესო რამე გადამეღო. აქედან გამომდინარე გემშვიდობებით მეგობრებო და იმედი მაქვს შემდეგ ვიდეოს, რასაც დავდებ ნორმალურად და ბოლომდე მივიყვან. იმედი მაქვს. ნახოთ. Bye bye.